ცხელი ინფორმაცია, რომელიც ამდენით მომაწოდე მე. ეხლა ძვლის დავითანხმე, რომ მოდი, ბარემ საზოგადოებისთვისაც ჩაწერი, იქნებ არ იცოდეს ზოგიერთმა. დიკა, აი შეხედე 12 აგვისტოს არის 6 პლანეტის გასწორება. ეხლა 12 აგვისტო? ხო, ეხლა აჰა. მეტში. გასაგები. აი ყველა პლანეტას სწორდება, ეს რა ქვია, 6 პლანეტას სწორდება. მე მგონი სწორდება ახლა ყველა ასე მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი. სწორდება რა ერთ ხაზში? ხო, ერთ ხაზში. ახლა სხვა პლანეტა, ნახე, აი შეიძლება იყოს, ნახე, აი ასე. რამოდენიმე თქვენ იცით რომ რამოდენიმე ასე რომ პირველი პლანეტებიდან ბოლოები არ არის გასწორებული და მაგრამ შეიძლება ბოლო რო არის ისინიც გასწორდნენ. გასაგებია. კიდე რა ხდება 12-შიო, ისიც გითხარი ბარემ რაც ეკლიპსი. ხო. ხო. აი ეს ეკლიპსი მიდიმაში იქნება ეკლიპსი სოლარი. რას ნიშნავს ეკლიპსი? სოლარი ეკლიპსი. ვისნაც არის ის ანუ ვარი მიდის ნელ-ნელა მზესთან ასე რომ ივა ჩამოაფარეს მზეს. დაბნელება? ხო, დაბნელება. ჩვენ დავინახავთ საქართველოში? არა, საცოდავ ვერა. ვერად? ხო. აბა რომებში? ამერიკაში. აჰა. გრენლანდიაში. აა. ეს რა ქვია? ისლანდიაში. იმაში რა ქვია? იქნება ესპანეთში და პატარა ისა რა ქვია პორტუგალიასთან. მართლა? ალბათ ვიდეოებს მე შემოგთავაზებენ, ვინც ნახავს მაგ ყველაფერს, ხო? კიდე მეუბნებოდი გურო რაღაცას დილით, ყავას ჯოვსვამდი მე დედამიწაო, რამდენიაო, რაღაც კილომეტრად, ხო, მიდი, აბა ისიც გაიხსენე. ეს რა ქვია? მზე იმხელა არის, ხო? გეგონება მაგრამ კია მაგენზე 10 მილიარდი მზე თუ 5 მილიარდი მზე ჩაეტევა სტეფენსონ ორთრამეში. ყველაზე დიდი ვარსკვლავი რაც აღმოვაჩინეთ. მართლა? და მზეში რამდენი დედამიწა ჩაეტევა? 1.3 მილიონი და. მართლა? ხო, ტონი 618 ფიუნიქსეში იცი რამდენი ეს რა ქვია სტეფენსონ ორთრამეტი ჩაეტევა? ხო, რომელში დედა? იმას რა ქვია ფიუნიქსეში იცი რამდენი სტეფენსონ ორთრამეტი ჩაეტევა? დედა იცი რამდენი? 1 მილიარდიდან 10 მილიარდამდე. მართლა? ხო, სადღაც. ხო, ეხლა ისიც გამახსენ. ესე იგი, ეს დღის მანძილზე უამრავ ინფორმაციას მაწყვის. მე მეგობრებო, მაგრამ ეხლა სულ იმ მცირე რაღაცებს ხო ვერ ჩავიწერ და ეს ეხლა გამახსენდა კიდე. იმას მეუბნებოდი, ყველაზე დიდი ციფრი რომელია? ამის წინ მეუბნებოდი გზაში. ხო, ისიც გითხარი. ეს ყველაზე დიდი არის. ეს რა ქვია? რამოდენიმე ახალს გქონიათ რომ უსასრულობაა ყველაზე დიდი. აბა არ არის უსასრულობა ყველაზე დიდი. აბა ომეგა. მართლა? ომეგა არის ციფრი და ომეგა 1 არის უსასრულობაზე დიდი. მართლა? ომეგა, ასე ქვია. ომეგა. რა საინტერესო. ეხლა კიდევ ვფიქრობ რა მომაწოდა ისეთი რაც მე არ ვიცოდი და ვერ გავიხსენ. შენ ხო არ აგავს კიდე რაიმე ინფორმაცია? ეხლა თავის პროექტებს აკეთებს და არც ალია ჩვენთვის და მე შევაფერხე, ახლა ვეხვერწე რომ ეს ინფორმაციები გაგვიზიარე მეთქი. იმიტომ 12 აგვისტოც მოახლოვდა, ხო?